თუ არა დაპატიმრებული მაღალჩინოსნების სიაში შემდეგი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი. ირაკლი ქარსელაძის გარშემო წრე სულ უფრო ვიწროვდება. დაპატიმრებულია მისი მოადგილე კობა გაბუნია. ქარსელაძის საცხოვრებელ სახლებში კი ჩხრეკა ჩატარდა. მიზეზი ისევ საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობის საქმეა. ამ საქმეზე ბრალდებულია უკვე რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი და სამშენებლო კომპანია ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელობა. მათ შორის არიან მუნიციპალური განვითარების ფონდის სხვადასხვა თანამდებობის პირები ამ ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად. ვინ მისცა ჩვენებამ ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებები ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ. ეჭვს რომ შესაძლოა ყოფილი მინისტრი ციხეში აღმოჩნდეს, აღრმავებს ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრის რევაზ სოხაძის ბოლო საპარლამენტო გამოსვლაც, სადაც უწყების ყოფილ ხელმძღვანელობას ათობით პროექტისა და ასობით მილიონი ლარის გამო ბრალდებები საჯაროდ წაუყენა. აღიარა, რომ 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური დახვდა, რაც ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტია. გიორგი კვიჟინაძე მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა ჩვენს ეთერს უერთდება. გიორგი, რა ირკვევა მძიმე ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით ყოფილი მინისტრის შემხებლობის შესახებ და როგორ ფასდება ეს პროცესი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლებია უკვე ამ პრობლემებზე ლაპარაკობენ? ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ქართული ოცნების მეხუთმე და ბიძინა ივანიშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი ირაკლი ქარსელაძე, რომელიც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი გახლავთ დაკავების მოლოდინშია. მამუკა მდინარაძე მას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და დაკავებულია ამ დროისათვის ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. საქმე ეხება საგამოძიებო უწყების მტკიცებით 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ მილიონებს და ამ მილიონების უკანონოდ დაუფლების საქმეს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოქმედმა მინისტრმა ღიად და საჯაროდ ისაუბრა მის წინამორბედთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ათობით და ასობით მიმდინარე პროექტიდან ძალიან ბევრი არის პრობლემური და დაუსრულებელი. საინტერესოა ის, რომ წლების განმავლობაში ოპოზიცია და კორუფციის მკვლევრები საუბრობდნენ სავარაუდო კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროში, თუმცა ქართული ოცნება და მათი საგამოძიებო უწყებები ამ განცხადებებს და ამ ინფორმაციას არ აქცევდნენ ყურადღებას და არც გამოძიება იყო დაწყებული იმ დროისათვის და რაიმე შედეგიც არ დამდგარა. თუმცა ახლა ვხედავთ რას, რომ ქართული ოცნება აკავებს ამ ბრალს უყენებს იმ პირებს, რომლებიც ერთ დროს მათი გუნდის წევრები იყვნენ და მაღალი პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ. საუბარი არის ირაკლი ქარსელაძეზე, მათ შორის, რომელიც იყო წლების განმავლობაში ქართული ოცნების მიერ დანიშნული ინფრასტრუქტურის მინისტრი. საინტერესოა, სად არის ახლა ირაკლი ქარსელაძე? მედიის წარმომადგენლები დილიდან მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებიან, თუმცა ირაკლი ქარსელაძე არ ჩანს. დუმან მისი ოჯახის წევრებიც. გავრცელებული ინფორმაციით არ არის გამორიცხული, რომ ირაკლი ქარსელაძე ახლა ამ ფინანსურ პოლიციაში ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყავდეთ გამოკითხვაზე გადაყვანილი. როდის წაუყენებს ბრალს პროკურატურა და ირაკლი ქარსელაძის ყოფილ მოადგილეს, რომელიც გუშინ დააკავეს, სავარაუდოდ ბრალის წარდგენის პროცედურა დღეს მოხდება და დავით კობა გაბუნიას ბრალს დღეს წარუდგენს პროკურატურა და შესაძლოა დღესვე ემრჩევლოს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ვინ მისცა კობა გაბუნიას წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოში? კორუფციის მკვლევრებს ეჭვუჩნდებათ, რომ კობა გაბუნიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ტაბიძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და გამოძიებამ და მათ შორის პროკურატურამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ დავით ტაბიძემ სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა პროკურატურამ დავით ტაბიძის. კორუფციის მკვლევრები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ დავით ტაბიძე იყოს ის პირი, რომელმაც კობა გაბუნიას ხელი დაადო და მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ასევე ისინი საუბრობენ ამ გამოძიებაზე და დაკავებების სერიებთან დაკავშირებით. აცხადებენ, რომ ეს არის მოჩვენებითი, ახლა ქართული ოცნება ცდილობს, რომ საზოგადოებას მოაჩვენოს თითქოს და კორუფციას ებრძვიან, რეალურად კი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებაში არის შიდა დაპირისპირება და ბიძინა ივანიშვილი არის შურისძიების რეჟიმზე გადასული და შურს ძიობს ყველა იმ პირზე და თანაგუნდელზე, რომლებმაც მათი თქმით ოლიგარქ ივანიშვილს არ მიუტანეს თანხები.
გამორიცხული არის, რომ მოადგილე კურატორი აკეთებდა ისე საქმეს, რომ ეს მინისტრმა არ იცოდა, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ყველა დოკუმენტაცია საბოლოო ჯამში ხელს აწერს მინისტრი და აქედან გამომდინარე ქარსელაძე უკვე ფაქტობრივად არის ციხის კარებთან და ასევე ლილუაშვილი, რომელიც უშუალოდ იყო ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, წარმდგენი ამ ორგანიზაციებში და მისი კადრი იყო, მათთან ნათესაური კავშირები ჰქონდა და ის აკონტროლებდა ფაქტობრივად მათ საქმიანობას, ასე რომ ქარსელაძეს და ლილუაშვილიც არიან ფაქტობრივად დაკავების პირას. ყველასთვის ცნობილია ის, რომ ირაკლი ქარსელაძე და გრიგორ ლილუაშვილი არიან ერთმანეთის უახლოესი გარემოცვის წევრები და შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო გრიგორ ლილუაშვილის ერთგვარი ფულის საჭრელი დაზგა და აი ამ კლანის, ასე ვთქვათ, მთავარი დასაყრდენი სამთავრობო უწყებაში, ხოლო კობა გაგუნია იყო ამ ყველაფრის ნაწილი და ამ ყველაფრის ძალიან გავლენიანი თანამდებობის პირი, რომელიც ერთის მხრივ იყო გრიგორ ლილუაშვილის თვალი და ყური ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხოლო მეორეს მხრივ ეს იყო ქარსელაძის მოადგილე და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არაფერი არ აქვს საერთო კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს არის პირადი შურისძიება ბიძინა ივანიშვილის, მისი ყოფილი ჩინოვნიკებისა და ქართულ ოცნებაში აქამდე არსებული ყოფილი კლანების მიმართ, თუ კი ეს კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა, მაშინ იმავე ბრალით ქართული ოცნების არაერთი მოქმედი ჩინოვნიკი არის ციხეში გასაშვებით. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემდე მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დააკავეს ასევე და გამოგვიცხადეს, რომ ისიც კორუფციაში ჩართული იყო, მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დააკავეს, მანამდე თქვენი ნახები ღარიბაშვილს მუთაქებიდან ამოუტანეს 7 მილიონი დოლარი და ოქროს ზოდები უპოვეს სახლში, აგერ ლილუაშვილს ჩხრეკენ ამ დრომდე და მოპარულ თანხას ვერ პოულობენ, რომელიც სავარაუდოდ მას ისეავს გადამალული, თავად ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიაგნო. ჩვენი გადამღები ჯგუფი დილიდან იმყოფება ირაკლი ქარსელაძის საცხოვრებელ სახლთან. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა ყოფილიყო რომელიმე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გადაყვანილი, თუმცა ადგილზე ჩვენს ჟურნალისტს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ ირაკლი ქარსელაძემ ცოტა ხნის წინ ცოლთან ერთად დაბურული ავტომობილით დატოვა საცხოვრებელი სახლი. ეს ინფორმაცია მოგვაწოდა დაცვის სამსახურმა, რომელიც პერიმეტრზე იმყოფებოდა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, დღეს ოლიგარქი ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა და ისაუბრა კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით და პრეტენზიაც კი გამოთქვა, რომ ქართულ ოცნებას აქვს პრეტენზია იმის, რომ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ევროპის სამეულში იქნას დაასახელებული. ეს მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე წლების განმავლობაში ქართული ოცნების წევრი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, შემდგომში იყო პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი და სწორედ მას ევალებოდა მათ შორის, რომ გაეკონტროლებინია სხვადასხვა უწყებებში დანაშაულებრივი სქემები და კორუფციის ნიშნები. თუმცა ეს არ გააკეთა არც ირაკლი კობახიძემ და არც კობახიძის მიერ დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია. სწორედ მათი პასუხისგებლობაც იკვეთება იმ კორუფციასთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს ქართული ოცნება ესაუბრება საზოგადოებას, თუმცა ისინი პასუხისგებლობას ვერ გრძნობენ. ასევე საინტერესოა ისიც, თუ გავიხსენებთ მანამდე ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს კორუფციის მიმართულებით, ისინი უარყოფდნენ იმ ფაქტებს, რომ თითქოს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში იყო კორუფცია და მაღალ თანამდებობის პირები სახელმწიფოს ფულს სპარავდნენ. დღეს კი ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის კორუფციასთან ბრძოლა. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის განცხადება მთავრობის ხდომაზე. კორუფციასთან ბრძოლა, როგორც მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში და გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელის დანერგვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გამორიცხავს გარიგებებს შემსხიდვალ ორგანიზაციასა და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია, მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს ბუნებრივია, უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას.
მოკლედ დაკავებულია ირაკლი ქარსელაძის მოადგილე ინფრასტრუქტურის ყოფილი ministris ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. საინტერესოა ვინ არის კობა გაბუნია? ის ქართული ოცნების მხარდამჭერია 2016 წლიდან. ის არის ასევე დაახლოებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გრიგოლ ილუაშვილთან. თავად გრიგოლ ილუაშვილი და ირაკლი ქარსელაძე კი წლებია უკვე დაახლოებული პირები არიან. ისინი ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთ-ერთ სანდო პირებად აღიქმებოდნენ ოლიგარქი ივანიშვილისთვის, თუმცა დღეს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის გრიგოლ ილუაშვილს და ასევე ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს დაკავებით ემუქრება. საინტერესოა ის, რომ კობა გაბუნიასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის არჩევნების პერიოდში ის ქუთაისში ყავდა ქართულ ოცნებას მივლენილი და შემჩნეული იყო და მას ოპოზიცია ბრალდებებს უყენებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მომრჩევლის მოსყიდვას ახდენდა.